ჯანდაცვის მსოფლიო დღეს თოდუას კლინიკა წეროვანის დასახლებიდან უერთდება. ერთად ჯანმრთელობისთვის წელს მსოფლიოს მთავარ გზავნილად შეირჩა. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა სამედიცინო შემადგენლობა, რომელიც ახალგორს მოსახლეობისთვის სამედიცინო მხარდაჭერის ადგილზე გასაწევად ეწვია. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ვატარებ წეროვანის მოსახლეობასთან ერთად. 7 აპრილი წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის დღეს. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექიმების მხარდაჭერა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, რომელთაც არ აქვთ ხელწუდომა აი ესეთ კვალიფიციურ კვლევებზე, თქვათ, რომელიც შეიძლება ცენტრალურ კლინიკებში ჩატარდეს. მე ვარ თამარ გიგაური, პედაგოგი, ვცხოვრობ წეროვნის დევნთა დასახლებაში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჩვენთვის ასეთი ღონისძიებები ყოველთვის, იმიტომ რომ მაინც მოკლებულები ვართ და ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასაკი როცა მოდის, ადამიანს ძალიან ბევრი რამე ჭირდება. 100-მდე პაციენტმა ადგილზე მოწყობილ სამედიცინო სივრცეს სხვადასხვა ჩივილებით მიმართა და 180-მდე სერვისი მიიღო. იძულებით გადაადგილებულ პირებს კონსულტაციები კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური და უროლოგიური მიმართულებით გაეწიათ. ასევე უზრუნველყოფილი იყო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით ფარისებრი სარძევე ჯირკვლისა და მუცლის ხრუს ულტრაბგერითი კვლევები, ასევე ელექტროკარდიოგრამა. მე ვარ პავლიაშვილი ქეთო, 81 წლის, ცხოვრობ წეროვანში. მოსული ვარ ჩემ ძმასთან ერთად. მინდა რომ ჩემი ძმაც გავასინჯო და მეც გავესინჯო ექიმსა. რომ ტკივა სახსრები მოძრაობა მიჭირს, დიდხანს დგომა მიჭირს, თუ კი ახლოს ჩამოვლენ და ახლოს ჩაიტარება უფასო გამოკვლევებს ძალიან კარგია. სამედიცინო გუნდი თოდუას კლინიკის სამივე ფილიალის შემადგენლობით დაკომპლექტდა. ადგილზე ხელმისაწვდომი მიიღო თერაპევტის კონსულტაცია, გაიცა ჯანმრთელობის შესახებ ცნობებიც. რეგიონში ვიზიტის მიზანი ჯანდაცვის მხარდაჭერა და პრევენციული დიაგნოსტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცა, რომ ჩაიტაროს კონსულტაციები, ასევე რიგი ბაზისური დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასოდ. აღნიშნული ინიციატივა თოდუას კლინიკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ტარდება და ის ემსახურება დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მოსახლეობაში. ყველა მედიცინის მუშაკს პირველ რიგში მიულოცავს მსოფლიო ჯანდაცვის დღეს. ჩამოვედით სამივე ფილიალის ექიმებთან ერთად. აქ ყოფნა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თოდუას კლინიკა მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს. ღონისძიება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა. მობრძანებულები არიან ძირითადად წეროვანის, წილკნის და ფრეზეთის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც დევნობაში იმყოფებიან, კვეწლებია. აღნიშნული ღონისძიება ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. არის მოშორებული თბილისთან და ყველას ვერ უხერხდება მისვლა ასაკიდან, ავადმყოფობიდან გამომდინარე. თოდუას კლინიკას მინდა მთლიანად გადავუხადო მადლობა ამ ორგანიზებისათვის, ღონისძიებისათვის. მსოფლიო ჯანდაცვის დღე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 78 წლის წინ დაარსდა, ყოველწლიურად 7 აპრილს აღენიშნება. მიზანი ცნობიერების ამაღლება, გლობალური ჯანდაცვის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაუმჯობესების წახალისებაა. მიმდინარე წელს თოდუას კლინიკის მხრიდან მსგავსი ღონისძიებები სხვა რეგიონებშიც იგეგმება.